გამარჯობა ძვირფასო ტელემოყურებლებო. ეთერში მოტივაცია არის, ჩვენი სტუმარი გიორგი ფაკაძე და ვაგრძელებთ კულტურების განხილვა და დღეს ვისაუბრებთ ეწლიან კულტურებზე, კერძოდ პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა არის, ეს არის პამიდორი. რა თქმა უნდა, ეხლა ისევ და ისევ ჩვენ ვრუნდებით იმ საკითხზე, როცა არის ჭაბ-წარმოება, სად მოხდეს სად უნდა მოხდეს მაგის რეალიზაცია. და როგორც ყოველთვის ჩვენ პირველ რიგში ვიხილავთ ტრადიციული ბაზარი ექსპორტისთვის, ის არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და კერძოდ რუსეთი. თუმცა აქ მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ შეგვიძლია, როგორც ყოველთვის ჩვენ გიორგისთან უკვე ბოლო გადაცემებში ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავიდეთ სხვა ბაზრებზე, ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ხარისხი. თუ არ გვექნება ხარისხი, არაფერი არ გამომივიდა. დავიწყოთ ახლა განვიხილოთ შესაძლებლობა, სად შეგვიძლია გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი. პირველ რიგში განვიხილოთ შიდა ბაზარი. სამწუხაროდ, პამიდორის თემა და წარმოება მცირდება საქართველოში. და მე მინდა აღვნიშნო ის მომენტი, რომ სეზონზე, ეს არის აგვისტო-სექტემბერი, როცა ძირითადად ჩვენი დიასახლისები აკეთებენ აკონსერვებენ პამიდორს, აკეთებენ ტომატ-პასტა, საწებელი და სხვა ისინი პროდუქტებს სახში. ამ დროს არის პიკი წარმოების ტომატების ღია გრუნტში და ბოლო წლებში, აი ბოლო 2 წელი, ჩემი დაკვირვებით, ამ დროს შემოდის იმპორტი თურქეთიდან. აი ამ დროს, როცა ყოველთვის იყო ეგეთი სიტუაცია, რომ წარმოებლები არ იცოდნენ, სად წაიღონ თავიანთი პროდუქტი და უკვე შემოდის იმპორტი საქართველოში. ეს რაზე მეტყველებს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ როცა ადრე იყო ბევრი პროდუქტი, წარმოება, არ იყო ზედმეტი პროდუქტი გატანილი საქართველოსდან და ყველა ეს პასუხობდა ჩვენ მოთხოვნას, მაგრამ ზედმეტი პროდუქტი, რომელიც იყო ბაზარზე, ვერ ყიდიდნენ ფერმერებმა და პებოდა, ფუჭდებოდა და საბოლოო ჯამში ფერმერი კოტრდებოდა და იქამდე მივედით, რომ უკვე სურვილი არ აქვს ფერმერებს და ვინც არის რეგიონში და ვინც ადრე რგავდა პამიდორს, უკვე დღეს მაგას არ აკეთებენ. რა არის გამოსავალი? ისევ და ისევ ბრუნდებით ექსპორტის თემაზე. როცა არის ზედმეტობა, შეგვიძლია თუ არა გავაკეთოთ ამის რეალიზაცია და სად შეიძლება იყოს რეალიზებული ჩვენი პროდუქტი. პირველ რიგში განვიხილოთ მოთხოვნა რუსეთში. ეს პირველი ჩვენი საექსპორტო ტრადიციული ბაზარი. მე მინდა გაჩვენოთ ახლა თქვენ ნახავთ ეკრანზე ესე იგი დინამიკა 2013 წლიდან 2024 წლამდე როგორ ვითარდებოდა დახურული გრუნტი რუსეთში. ესე იგი იყო ზრდა 1800 გექტრიდან, დახურული გრუნტი იყო პროფესიონალური სათბურები, გაიზარდა 3350 გექტრამდე. ანუ ყოველთვის იზრდება, თქვენ ხედავთ წლის, აი როგორც წელი თითო წლის სტატისტიკა, თქვენ ხედავთ რომ არის მუდმივი ზრდა. კიდე მინდა აუცილებლად თქვა რომ ზამთარში, ეხლა ჩრდილოეთ ქვეყანა რუსეთი არის, იქ რადიაცია არ ყოფნის, არის ცოტა მზე, შესაბამისად ის მარტო დახურული გრუნტი ეს საკმარისი არ არის, უნდა იყოს კიდე დამატებითი რადიაცია, ანუ ეს არის ნათურები, ეს არის შუქი და უკვე რუსეთში არის 1660 გექტარი, 500 გექტრიდან გაიზარდა სამჯერ და ეხლა არის უკვე 1600 გექტარი ეგეთი დამატებითი ელექტროენერგიით, ისე ვთქვა, დამატებითი რადიაციით. და მე მინდა აქ კიდე გაჩვენოთ, ანუ მაინც ეგეთი ზრდა, მაინც არ პასუხობს მოთხოვნებს რუსეთში, რასაც არის ამ ისე იგი ეწლიან კულტურებზე მოთხოვნა, ანუ კიტი, პამიდორი, სალათი და ასე შემდეგ და მარტო პამიდორში რუსეთი აწარმოებს ისე იგი იმპორტს და 2024-ში
ესე იგი იმპორტი შეადგინა 460,000 ტონა. და საიდან არის ეს იმპორტი იფარება? ეს არის თურქეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი. ანუ ძირითადად ეს სამი იმპორტიორი აწარმოებს ეს პროდუქტი ზამთრის პერიოდში რუსეთში. ანუ პირველი, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა ამ იმპორტში, ანუ ეს ჩვენთვის იქნება ექსპორტი და ჩვენ გვაქვს ეს ბაზარი, ეს იგი ჩვენ მაგას ვერ ავითვისებთ, რა თქმა უნდა, ბოლომდე, მაგრამ რაღაცა პატარა წილი ჩვენ შეგვიძლია უკვე ავითვისოთ. მაგალითად, ეხლა ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენ არხზე, უკვე ორი გადაცემა გვაქვს გადაღებული გორის სათბურებში, ეს არის 3 გექტარი გორის სათბურებში და ჩვენ გავაფორმეთ პირდაპირ ხელშეკრულება ესე ექსპერტიდელ ჯგუფთან, კერძოდ პირიქროსტოკ არის ეგეთი ქსელი რუსეთში და სადაც წავა 800 ტონა პამიდორი, აი ჩვენი სათბურებიდან ამ პირდაპირ კონტრაქტი. ეხლა ეს რა წილი არის? ეს არის სადაც 0,2% იმ იმპორტისგან, რასაც აწარმოებს რუსეთი. 0,2%. ასე პროცენტიც არ არის. შესაბამისად, ანუ ჩვენ გვაქვს კიდე უდიდესი პოტენციალი, რომ დავტვირთოთ ჩვენი სათბურები, რასაც გვაქვს და რასაც არ გვაქვს, უნდა აშენდეს ეგ სათბურები და შეგვიძლია უკვე ვაწარმოოთ ექსპორტი. აი ამ დარგში ეს მარტო პამიდორს ეხება. ნუ ეხლა რასაც ეხება კიდრს, რუსეთმა უკვე დააფარა თავისი მოთხოვნა კიდრზე და იქით მზად არის რომ ექსპორტი აწარმოოს რუსეთიდან კიდრის, მაგრამ სხვა კიდე არსებობს ნიშები, ეს არის მწვანილი, ეს არის სალთის ფოთლები და უამრავი სხვა კულტურები, როგორც არის წიწაკა, ბადრიჯანი და ასე შემდეგ, სადაც არის კიდე პოტენციალი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევავსოთ ჩვენი ექსპორტი. რასაც ეხლა ეხება ღია გრუნტს, ეხლა ღია გრუნტში უფრო ძნელად არის სიტუაცია, იმიტომ რომ ღია გრუნტი როგორც ჩვენთვის არის იგივე სიტუაცია რუსეთში, რუსეთი თვითონ აწარმოებს ღია გრუნტში ეწლიანი კულტურები, მაგრამ აქაც შეიძლება უკვე ჩვენ ვიზრუნოთ ხარისხზე, ვიზრუნოთ იმ ისეთ ნიშებზე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავიკავოთ, მაგრამ ეს არის ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ მომავალ გადაცემებში, უფრო სწორად ესე იგი, როცა უკვე დრო მოვა ზაფხულში, სადაც ჩვენ ვაჩვენებთ უკვე ჩვენ მინდვრებში როგორ უნდა მოვიყვანოთ ღია გრუნტში ეს კულტურები, რომ იყოს უმაღლესი ხარისხის და გავიდეს ექსპორტზე. და აქ კიდე მინდა აღნიშნო ერთი მომენტი, რომ აქ უკვე ღია გრუნტზე როცა ვსაუბრობთ და ჩვენ შეგვიძლია ისეთი პროდუქტი მოვიყვანოთ ღია გრუნტში, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ შამქიმიკატების გამოყენება, ანუ გავზარდოთ ხარისხი და არის უკვე წელს, აი შაშან იყო მოთხოვნა ისრაელიდან, გარფის ქვეყნებიდან, რომ ჩვენი გემრიელი პროდუქტი გავიდეს აი ამ ბაზებზე. ანუ ეს ორ სიტყვაში, რასაც მე თქვა, თქვენ ნახავთ ჩვენ გადაცემებში ჩვენი სათბურიდან, რასაც 3 გექტრიდან რა შედეგებს ჩვენ დავდებთ, როგორ გავა უკვე ექსპორტზე ეს პროდუქტი და თქვენს უკვე გამოიყვანთ, გააკეთებთ ანალიზს და გექნებათ უკვე ეს ციფრები სახეზე და თქვენ შეგიძლიათ უკვე გამოიტანოთ დასკვნები რა და როგორ უნდა გააკეთოთ მომავალში. ჩვენ ყოველთვის ვართ ღია. ბატონ გიორგი, აი თქვენ რას დაამატებთ? აი მე რასაც თქვენ ამ ციფრებზე, ან თქვენ რას ფიქრობთ აი ამ დარგზე? კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს ტელემოყურებელს, მოგესალმებით თქვენ. ეს საკმაოდ საინტერესო დაიწყეთ თქვენ და კარგი იქნება რომ გავაგრძელო პატარა მიმოხილვით, რაც ტრადიციულად გვაქვს ხოლმე ზოგადად, რაც ბაზარზე ხდება მსოფლიოშიც და ასევე რაც ჩვენთვის დღევანდელ რეალობაში არის საინტერესო, რომ ერთია როცა გეგმა გაქვს რამოდენიმე წლის მერე რაც იმუშავებს და ერთია რომ იმ რეალობას უნდა გავუმკლავდე რაც დღეს გაქვს. ჩვენ ორივე კუთხით ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ნაბიჯები და ანალიზი, რომ შევძლოთ მაქსიმალურად ეფექტურად წავმართოთ პროცესს. ზოგადად ორი სიტყვით ვიტყვი მსოფლიოს შეიძლება ზოგისთვის სურპრიზი იყოს, მაგრამ
ერთ-ერთი ლიდერი ექსპორტიორი არის მექსიკა პომიდორში. ეს ძირითადი დამოკიდებულება არის მაინც რომ შეერთებულ შტატებში ახდენს ეს მექსიკა თავის ძირითადი მოცულობების ექსპორტს. მიუხედავად მსოფლიოში ბევრი წამყვანი ექსპორტიორისა, მექსიკა მყარად არის ამ დროს პირველ ადგილზე. მაგრამ არა მთლიან წარმოებაში, ისე ვიტყვი, არამედ აა, ექსპორტში. წარმოებაში მსოფლიოს მესამედი ჩინეთს უჭირავს, მაგრამ ისევე ხაზგაუსმევ, როგორც უამრავ სხვა პროდუქტში შიდა მოხმარებაც იმხელა აქვს, რომ ექსპორტზე იმდენს არ უშვებს. ანუ ექსპორტზე ნაკლებად არის ამ ნიშაში ორიენტირებული. შიდა დიდი მოხმარების გამო. წინა წელს აგერ ხედავთ რამხელა მოცულობების ექსპორტს ახორციელებს მექსიკა 2,5 მილიარდი დოლარის პომიდორს ყიდის. წარმოიდგინეთ რამხელა ციფრებთან გვაქვს. ნუ ჩვენთან შედარებით რო ავიღოთ ჩვენ ბაზარზე რაც ხდება, შედარებაც კი არ შეიძლება იმდენად შორს ვართ. ასევე მინდა სხვადასხვა ქვეყნის ექსპორტის წარმოვიდგინოთ და იმპორტის მონაცემები რაც ხდება ზოგადად ევროპისკენ, სადაც რეალობად მიმაჩნია, რომ მომავალში, როცა ჩვენ ყველაზე საუკეთესო ჯიშებზე და ყველაზე საუკეთესო ხარისხზე ვიმუშავებთ, რომ ნელ-ნელა ამ ბაზრებსაც გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია, რასაც ჩვენ ეკონომიკური თუ სხვა ხელშეკრულებები გვაძლევს საშუალებას, თავარია ჩვენ სტანდარტს მოვერგოთ და ხარისხს. აგერ ჩანს მშვენივრად რა არის რომელი ქვეყნები ახორციელებენ იმპორტს, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი არის, რუსეთი, მათ შორის რუსეთი არ არის დიდი იმპორტიორია, მაგრამ პირველ და მეორე ადგილზე ვერ გადის. გერმანიაში და სხვა ქვეყნებში კიდევ დიდი მოცულობები არის. მართალია იქ სხვა ქვეყნები აწარმოებენ, როგორც ადგილობრივი ჰოლანდია, ესპანეთი ან სხვები, მაგრამ ამ ხელა ბაზარზე იმ პროპორციით, რომ რაც ჩვენ გვაქვს დღევანდელი რეალობა, პირობითად რომ ვთქვათ, თუ ჩვენ დღეს სადღაც 5,000 ტონა გავუშვით ექსპორტზე 3,000 და 2,000, იმ გათვლით, რომ ჩვენ რომს გავახუთმაგოთ მოქმე ჩვენი ექსპორტი, მაინც იმ ხელაზრდა არ გვექნება იმ ტარგეტ ბაზრებზე, სადაც ჩვენ გვინდა შესვლა, რომ ჩვენ მაინც ვერ შევცვლით სურათს, ანუ პოტენციალი ზრდისთვის ბევრი გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ წარმოვიდგინეთ, ჩვენთვის გახუთმაგება და გაათმაგება სექტორზე საგრძნობლად იმოქმედებს ჩვენთვის, როგორც შიდა ქვეყნის სიტუაციისთვის და წარმოებისთვის. მაგრამ მიუხედავად 5,000, მაგრამ 25,000 რომ გავუშვათ ტონა ჯამში, საქართველოზე დადებითად იმოქმედებს და წარმოებლებზე, მაგრამ მაინც სოფლიო ინდუსტრიის ჩარჩოში ძალიან მცირე მოცულობა იქნება. ანუ ზემოქმედებას ვერ მოახდენთ, მაგრამ ამისკენ უნდა წავიდეთ, რომ რაღაც ჩვენი წილი გავზარდოთ სხვადასხვა ბაზარზე და არა მხოლოდ რუსეთზე. უბრალოდ რუსეთი ამ ეტაპზე ყველაზე რეალური და ყველაზე მოქმედი საექსპორტო ბაზარი არის. ასევე მინდა აგერ ნიდერლანდების აქტიური ექსპორტი და რეექსპორტის აქტიური ქვეყანა არის. ესპანეთი როგორც ვახსენე, მაროკოც ძალიან ძლიერად აკეთებს ექსპორტს, საფრანგეთი ექსპორტშიც და იმპორტშიც ძალიან ძლიერი არის, აგერ კანადაში ხდება, ჩინეთიც დიდ ექსპორტს აკეთებს, მაგრამ მაინც შიდა მოხმარება ბევრად დიდი აქვს. ეხა მინდა გადავიდე იმ სიტუაციაში, სადაც იმყოფება საქართველო და ვისთან გვიწევს ზოგადად ჭიდილი ბაზრებზე. ამ დროს ჩვენი ყველაზე რეალური ბაზარი, როგორც თქვენ ვთქვით, რუსეთი არის. და მაგალითად, აი როგორ იყენებს ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამ ბაზრის მოთხოვნილებებს და როგორ აწარმოებს საჭირო და ხარისხიან რაოდენობებს, რომ ამ ბაზარზე მოახდინოს ამ ბაზრის მაქსიმალური ათვისება. 2024-ში მაგალითად 540,000
ტონა ხილბოსტნეული იყო გაყიდული აზერბაიჯანიდან რუსეთში. აქედან 153,000 ხილბოსტანი იყო, ანუ ბოსტნეული უпростоრეთ. ასევე იყო 5,000 წიწაკა, ყაბაყი, 3,000 ტონა კიტრი, 1,200 ტონა ხახვი და ნიორი და 380,000-ზე ცოტა მეტი იყო ჯამში აი ეს კენკრეული და ხილი, რაც სხვა გადაცემებში ხონდა ჩამოთვლილი, ეს იყო ვაშლი, ვაშლატამა, ატამი, ხურმა და აი ასე შემდეგ ეს ხილების ნაკრები, რაც იყო ექსპორტს. ანუ ჯერ კიდე მარტო ამ ბაზარზეც კიდე გვაქვს, მარტო რუსეთის ბაზარი რომ ავიღოთ, დიდი ფანჯარა იმისთვის, რისთვისაც შეგვიძლია ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი ფასით და ხარისხით. რაც შეეხება რუსეთის იმპორტს, აი როგორც თქვენ თქვით, გრაფიკის მიხედვით, ციფრებში მინდა დავანახოთ ტელემაყურებელსაც, რომ მოყოლებული 2019 წლიდან და თქვენ 2023-24 წელი ახსენეთ. მე მინდა კიდე წინა წლები დავანახო, როგორ ხდებოდა ზრდა. ანუ რუსეთი საშუალოდ 2019-ში 640,000-მდე ტონას აწარმოებდა, საიდანაც 190,000 ტონა, წარმოიდგინეთ 190,000 ტონა გავიდა აზერბაიჯანიდან ექსპორტზე რუსეთში. შემდეგ თურქეთი იყო 115,000-მდე ტონით, ჩინეთმა სერიოზული ექსპორტი გააკეთა რუსეთისთვის 85,000 ტონამდე. მაშინ იყო მოროკო, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, მე მოროკოს ტომატის პროდუქტი აიგრძალა. ეს ცალკე მიზეზები არის რატო და როგორ. ბელორუსის და პარალელური იმპორტით შეიძლება იყოს, ირანსაც ჩამოქონდა 35,000 ტონა, სასუნხეთიდანაც ჩადის 20,000 ტონა, უზბეკისტანს ჩაქონდა მაშინ 20,000 ტონამდე, ყაზახსტანსაც, თურქმენისტანსაც და ჩვენ ფაქტიურად 3,000 ტონაშიც ვერ ვჯდებოდით მაშინ. ეს მაქვს 2019 წლის სტატისტიკა. შემდეგ და აქ მინდა ციფრები აღნიშნო, აი ეს კიდე რაოდენობა, ცაიში იყო სათბური, სადაც შედიოდა პირდაპირ იქიდან მიდიოდა ექსპორტი რუსეთში. და ეხლა იქ თოვლი მოვიდა უკვე რამდენიმე წელი ის არ მუშაობს, ის სათბური და ფაქტობრივად დავარდა ჩვენი ექსპორტი. ანუ ძალიან ცოტა გადის, თქვათ აი ეს პამიდორი ზაფხულში, როცა აი ბევრი არის, ფასი ვარდება და არაორგანიზებულად შედის ეს ბაზარზე, რა თქმა უნდა, დაბალ ფასებში. ეგრე სწორად ბრძანებთ. შემდეგ 2020 წლის ექსპორტშიც აზერბაიჯანმა 200,000 ტონამდე გაზარდა, თურქეთს შემცირებული ჰქონდა, მკვეთრად თავის ჩვეულებრივ სტატისტიკასთან შედარებით 75,000 ტონამდე, მოროკოს კიდე შექონდა 2020-ში, ჩინეთი, ბელორუსი, სომხეთი 35, შესაბამისად 27,000 სასონხეთიდან, უზბეკისტანიც 25,000, თურქმენისტანი, ყაზახსტანი და ჩვენ ისევ არ ჩანდით, აქტიურ ექსპორტში. ასევე 2021 წლის სტატისტიკა რუსეთმა იმ წელს უფრო ნაკლები იმპორტა სხვა წლებთან შედარებით. აზერბაიჯანი და თურქეთი ისევ ლიდერებში იყვნენ, ჩინეთიდანაც ხდებოდა შემოსვლა, თურქმენისტანიდანაც აქტიური გაზრდილი ექსპორტი, სასონხეთმაც 40,000 ტონას გადააცილა, უზბეკისტანიც მიუახლოვდა და აი 2021-ში საქართველოს მეტ ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ აქტიურ ექსპორტში დაბრუნდა. ნუ თავის თავთან შედარებით აქტიურ ექსპორტში, ესე რომ ვთქვათ, ეს იყო ნუ თითქმის 4,000 ტონამდე დაექსპორტირებული. ეს იყო 2021 წელი. შემდეგ უკვე მოდის ის სტატისტიკა, რაც თქვენ ზეპირად ბრძანეთ და თქვენ ხედავთ თუ კონკრეტულად პომიდორის კუთხით რამხელა ფანჯრები გვაქვს დარჩენილი მოცულობებში, სადაც შეიძლება რომ ჩვენ ვიკონკურიროთ სხვა ქვეყნებთან. ანუ რახან ვიღაცა აწარმოებს, შენ თუ არ შექმენი პრეცედენტი, რომ შენც გაქვს ხარისხიანი, შენც გაქვს ფასით კონკურენტუნარიანი და შენც გაქვს მიწოდების საშუალება, თუ გინდ დროში, თუ გინდ ლოგისტიკას პლუს მინუს იგივე ჩარჩოში,
ისი არავინ არ მოვა და არავინ არ მოგთხოვს. შენ უნდა შექმნა პროდუქტი, ბაზარს აქვს მოთხოვნილება. ვხედავთ, რომ ჩვენ ძალიან მცირეც ვაკმაყოფილებთ, არა მხოლოდ სოფლიოს, აი მაგალითად 2021-ში გადათვალეთ ხა რამდენი იქნება დაახლოებით რო ავიღოთ 9,5 მილიონი დამგვალებლად 500,000 ტონისგან 3% რა 3,600 ტონა რამდენს წარმოადგენს და კი ეს არის მივხვდეთ რომ ეს პროცენტზე ნაკლები არის როგორც თქვენ კი. ბრძანეთ. ანუ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია რომ რუსეთის ბაზარზე თუ დაუშვათ ეგრევე ავიღოთ 200,000 ტონის შემტანი, თავისუფლად შეგვიძლია რომ ინდუსტრიის გარკვეულ ნაწილმა ცოტა უფრო ფეხზე და მყარად დადგეს 15, 20, 30,000, 40,000 ტონად გავიტანოთ. ისე რომ ბაზრის სურათი აი ძალიან მკვეთრად არ შეიცვლება, სამაგიეროდ ჩვენი სიტუაცია გაიზრდება. უფრო მეტი სათბური გახდება, მეტი საშუალება იქნება, რომ ადგილობრივი წარმოება გაიზარდოს. ეს ასევე დაეხმარება მსგავსი ტიპის წარმოება დაეხმარება დარგის განვითარებას, რაც თავისთავად ადგილობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც უფრო ხელს შეუწყობს და ნაკლებად იმპორტ დამოკიდებული ვიქნებით შედარებითად. აი ეს მონაცემები იყო ხოდა, ისე აი როგორ გიორგი, ისი ჩვენი ეხლა ჩვენი გადაცემის არსი რაზე ანუ ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ? ეხლა სტატისტიკა ვიცით, ბაზრები ვიცით. ეხლა ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე. მაგალითად, ეხლა აი დღევანდელი ჩვენი პროექტი 800 ტონა, რასაც მე ვახსენე, ეს არის რა პროექტი? ჩვენ ზუსტად გავიგეთ, რა სათესტე მასალა უნდა იყოს გამოყენებული. ესე იგი გიბრიდები. ჩვენ პირდაპირ მივიღეთ შეკვეთა Excel-ისგან, სადაც მიუთითეს სახელი, გიბრიდის სახელი, რაოდენობა და ჩვენ პირდაპირ უკვე ამ კონტაქტის საფუძველზე მუშაობთ Excel-თან. იგივე უნდა გაკეთდეს ყველა დანარჩენ აი ესე იგი ქვეყნებთან და ყველა დანარჩენ ბაზრებზე. ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის იქ ნუ პირველ რიგში მოთხოვნადი, უნდა დავამყაროთ ეს Excel-ებთან ურთიერთობა, განვიხილოთ ის პროდუქციის ხარისხი, რა იქნება კონკურენტუნარიანი და ზუსტად ეგ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენ ფერმერებს. რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ესე იგი, აი უკვე ატამზე და სხვა კულტურებზე, როცა ჩვენ უკვე მივიდივართ და ვეუბნებით რა სოფლიოში ტენდენციები არსებობს, რა ჯიშები არის კონკურენტუნარიანი, როგორ უნდა იყოს მოყვანილი, სად არის ძირითადი შეცდომები, რა არის ლოგისტიკა, ანუ ვთქვათ, აი ეს მოსავლის მერე როგორ უნდა იყოს მოკრეფილი, როგორ უნდა იყოს შენახული, დაფასოებული და რანაირად უნდა იყოს მიწოდებული, რომ ქსელში ეს პროდუქტი დაიკავოს თავისი ადგილი. ესე იგი, რასაც ახლა ეხება პამინდორს, ჩვენთან ბაზარზე რა არის მინუსი? მინუსი არის ის, რომ ძალიან ბევრი იმპორტიორი არსებობს ბაზარზე, ეს ძალიან კარგი არის. სხვადასხვა პამიდორი არის, ანუ ესე იგი, ასორტიმენტში, ისე რომ ვთქვათ, ანუ ჩვენი ფერმერს არ აქვს არანაირი შეზღუდვა, რომელი პროდუქტი აირჩიოს, ანუ მთელი სპექტრი, რასაც არსებობს პამიდორის, ყველაფერი არის წარმოდგენილი ბაზარზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა ჭირდება ქსელს, ეს უნდა კონკრეტულად უთხრათ ჩვენ ფერმერებს, უნდა მივაწოდოთ ეგ ინფორმაცია. იმიტომ რომ რა გამოდის, რომ ავიღოთ ალბათობის თეორია, რაზე მეტყველებს, რომ როცა ჩვენ მით უფრო მეტი გვექნება ბაზარზე ასორტიმენტი, იქნება 100 პროდუქტი ან 200 პროდუქტი, ალბათობის თეორია რას მეტყველებს, რომ ყველა პროდუქტი იქნება გამოყენებული, ну, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ნიშნებით, მაგრამ ასორტიმენტი იქნება ყველანაირი, მაგრამ ექსპორტისთვის ჩვენ გვჭირდება რა? ხარისხი და რაოდენობა. თუ ჩვენ გვექნება, ვთქვათ, 100 პროდუქტი თითო ტონა, ან 100 ტონა, ეს ჩვენ ამით ექსპორტზე ვერ გავიტან პროდუქტს. ეს შეიძლება ბაზარზე, აი, ვთქვათ, ქუჩაში ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ პამიდორი ვიყიდოთ და სხვადასხვა პროდუქტი, სხვადასხვა პამიდორი თუ იქნება, ეს, ну, არა უშავს, ჩვენ სხვადასხვა პროდუქტს ვიყიდით პამიდორს, მაგრამ
ბაზარი ეგრე არ მუშაობს. ბაზარზე არის ტენდენციები და თქვათ წელს არის მოდაში ისე რომ ვთქვათ, ვარდისფერი პამიდორი, მე ვარდისფერი პამიდორი ცვლის ვთქვათ, მრგვალი წითელი, მე ისე ვარდისფერი ბრუნდება, მე არის ტენდენციები რომ პატარა პამიდორი უფრო ტკბილი, ჩერი გამოდის უკვე ასპარეზზე და ჩვენ თუ არ უპასუხებთ ამ ტენდენციებს, არაფერი არ გამოგვივა. ამიტომ მოგზავნებს, ჩვენ სწორია, ეგრეა. ხო, ანუ ჩვენი საქმე რა არის? ეს ამ გადაცემებით ჩვენ რა გვინდა ვთქვათ, რომ თუ თქვენ გინდათ რომ აწარმოოთ პროდუქტი და გაიტანოთ ექსპორტზე, რასაც ჩვენ ინტერესში შედის, აუცილებლად დაგვიკავშირდით, ჩვენ უკვე გეტყვით რა პროდუქტი ჩვენ გვჭირდება, რა პროდუქტი ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ, როდის, ანუ ინტერვალები, განვიხილავთ მოვამოყვანის ტექნოლოგიებს, რაოდენობებს და მე თქვენ უკვე გექნებათ ისე რომ ვთქვათ გარანტიები ჩვენგან, რომ თუ ეს პროდუქტი შეესაბამება ამ და ამ პირობებს, ანუ ხარისხს და ასე შემდეგ, მაშინ ეს პროდუქტი უკვე იქნება საშუალება რომ გავიტანოთ. ანუ ექსპორტზე კონკურენტუნარიანი გახდება პროდუქტი. იმპორტიორზე რო თქვით, ყველა ქვეყანაში არის იმპორტიორის და ექსპორტიორის, მაგრამ არსებობს ქვეყნის ინტერესებიც. არ შეიძლება რომ ისეთი ტიპის ქვეყანა, რომელსაც აგროპოტენციალი გააჩნია, როგორც არის საქართველო, მე ვინც არის ჰოლანდია, რას ასწავლებს შვება სოფლის მეურნეობაში, პატარა ტერიტორიის მქონე ქვეყანა და ჩვენც არანაკლები კლიმატი გვაქვს, შეიძლება ცოტა განსხვავებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ პამიდორი მოიყვანოს საქართველოს, მით უმეტეს როცა სათბურები გაკეთდება თანამედროვე, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული თურქეთის ექსპორტზე, მაგალითად საქართველოში და ვაწარმოოთ საკუთარი მაღალხარისხიანი, ასევე საშუალო ღირებულების სხვადასხვა პალიტრა ფერებში რომ ვთქვათ რა, ესე თუ შეიძლება ეს მსგავსი ანალოგიის მოყვანა, რომ იყოს მისაწვდომი საშუალო და პრემიუმ სეგმენტის პროდუქციის წარმოება, საქართველოს ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომ მას არ შეელოს წარმოება და იყოს დამოკიდებული იმპორტზე. ჩვენ ამის კულტურაც გვაქვს, ისტორიაც გვაქვს, კლიმატის ხელს გვიწყობს და მიწას გვაძლევს საშუალებას. უბრალოდ მოვიდა ის დრო, რომ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მინიმუმი უნდა დავაკმაყოფილოთ მაინც, რომ კონკურენტუნარიანები გავხდეთ და ხა ბიზნესი კონკურენტუნარიანობას თავისთავად გულისხმობს, თუ არა ხარ კონკურენტუნარიანი, შანსი არ აქვს სადმე რამე შენი პროდუქტი გაიტანო მაღალ სეგმენტში. მაგრამ ესეც არ არის რთული. მზად ვართ გავიზარდოთ, მზად ვართ და იმედია გარკვეული ნაწილი წარმოებლების მზად არიან შეისწავლონ ახალი, ჩაჯდნენ სტანდარტში წარმოების, რომ გააფართონ თავისი გაყიდვის არეალი, როგორც ევროპაში, მეზობელ ქვეყნებში, რუსეთში და ეს ისეთი სფერო არის, როცა შენ ჩამოყალიბდები სტაბილურ წარმოებლად, მე ხა მთელ სოფლიოში მაქვს შეხვედრები და ვიცი როგორი ჯაჭვური რეაქციები ხდება. თუ ამას რამე გარკვეული ლოგისტიკური ან პოლიტიკური წინაღობა არ უდგას რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს ან სიტუაციას, სხვა ყველა შემთხვევაში, როცა შენ გაქვს პროდუქტი ტრანსპორტაბელური, ხარისხიანი და სტანდარტზე ჩასმული, რასაც არის მოთხოვნა, პროცესში კიდევ ახალი ყიდველები ჩნდებიან, როგორც ქვეყნები, ასევე ქვეყნების შიგნით წარმოებლები. მაგის გამოცდილება ბევრი მაქვს, ბევრი მინახია და ხარისხით და ფასით ყველგან შეიძლება იბრძოლო, რომ მოიპოვო შენი ადგილი, შენი წილი ბაზარზე. გიორგი, ზუსტად. უბრალოდ ეხლა რომ ისე ვთქვა, რომ ფასებზე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ გარანტიებზე, ყოველთვის ფერმერი გვეტყვის, აბა ბიჭებო, თქვენ თუ მეუბნებით ეს მოიყვანე, მაშინ რა გარანტიები მე მაქვს, რომ ეს მოიყვან და აიღიდით. ანუ ტენდენციები გამომდინარე და იქ უკვე ბაზრების სტატისტიკიდან გამომდინარე, სად რა იყიდება, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ფერმერს შეკვეთა ჯიშზე, ხარისხზე, რასაც ეხება ფასს, ფასი არის უკვე საბაზრო კონიუნქტურიდან გამომდინარე, გვექნება უკვე
შეგვიძლია ვთქვა დაახლოებით. ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ ну, სიგმეთ ნაკლებად მიახლოებით ფასი ჩვენ გვეცოდინება. მაგრამ მაგას ვერავინ ვერ იტყვის ზუსტად, რატო იცით? თუ ვინმე იძახის ხშირ შემთხვევაში არამართებული იქნება, იმიტომ რომ ბაზარზე იმდენი ფაქტორი არსებობს, რომ შეიძლება თქვენს კონკურენტ ქვეყანაში იყოს იმხელა მოსავალი, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესები მთელი მსოფლიო ამისთვის ბაზარი მზად არის, რომ შეიძლება იმხელა მოსავალი იყოს, ფასებმა დაიწიოს, პირიქით შეიძლება დეფიციტი შეიქმნას და რასაც ელოდებოდა ფერმერი, იმაზე მეტი მოიგოს. ანუ, მაგრამ აქ არის საკითხი, მთავარი პროცესი რაში მდგომარეობს. ორიენტირი და ბიზნეს გეგმა უნდა აეწყოს სტაბილურ და მოცულობების გაყიდვაზე, რაც ყველაზე მთავარი არის სტაბილური გაყიდვები, სტაბილური რეალიზაცია და მოცულობებზე გასვლა, იმიტომ რომ ბიზნესის მარტო მცირე მოცულობის გაყიდვაზე დიდ მარჟაზე ნადირობით ესე არ შენდება ამ სფეროში ბიზნესი. თუ რაღაცა ბრილიანტი არ მოყავს ხეზე ან ოქროს ვაშლი, რაღაც არავის არ აქვს სოფლიოში. თუ სხვა შემთხვევაში მოყავს ის პროდუქტი, რაც მასიურად არის, მაგრამ იმ მასიურობაში შეგაკეთეს პრემიუმ დონეზე მოყვანილი, შენი აქცენტი არის, რომ მოიგო საშუალო მარჟა, სამაგიეროდ გაყიდო მეტი პროდუქტი. და იქ უკვე პროცესი ზოგჯერ ცოტა მეც მოიგებ, ცოტა ნაკლებს, მაგრამ ორიენტილი გაქვს საშუალო სტაბილური ფასი დასვა. ეს ბიზნესი ესე შენდება და ყველა წარმატებული ვინც არიან, თუ ვინ ევროპა აიღეთ, თუ ვინ სხვა ბაზრები, ყველგან ესე ხდება ბაზრის ისა და იქ იქნება მომენტები, სადაც ბევრად მეც მოიგებს, სადაც საშუალოს. გასაგებია გიორგი, უბრალოდ მე ყოველთვის თავის თავს ვატენებ აი ფერმერის ადგილზე და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერსპექტივებზე, რომ პირველი საკითხი ფერმერი რასაც დაგვისვავს, ეს არის ფასი. და ამიტომ ეს სწორად უნდა აუხსნათ ეს ბაზის კონjunქტურა, როგორ დგინდება ეს ფასი. და აი ეს მომენტი პროსტა მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ ჩვენ მწარმოებლებამდე, რომ ეს ფასზე აი ზუსტი ფასი ჩვენ ვერ დავადგენთ. ვერანაირად. ეს უფრო ღრმა და უკვე პირადი პარტნიორული განხილვების დროს ხდება ესეთი დეტალების, აი ძალიან ღრმა ეკონომიკური დეტალების განხილვა, როცა უკვე გარკვეული გუნდი შეკრული არის, გარკვეული ფერმერი კოლაბორაციაში არის და არა უბრალოდ ყიდვა-გაყიდვის რეჟიმში ექსპორტიორთან ან კოოპერატივთან და იქ უკვე საერთო სტრატეგია შეირჩევა, რომელ ბაზარზე რა მოცულობით, რა ფასით და რა პოლიტიკით შევდივართ, რომ საერთო გუნდური ძალისხმევით ჩვენ დავიმკვიდროთ სტაბილური მიმწოდების ადგილი და ჩვენ შევძლოთ, რომ მოვახდინოთ ჩვენი წილის დამკვიდრება იმ ბაზრებზე. რომ ეს არ იყოს ერთჯერადი ღონისძიება, არამედ რომ ყოველწლიური მოთხოვნა დავაყენოთ იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ ვიმუშავებთ. რუსეთი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ბაზარი. რომ ჩვენი ხარისხი აი ეს იქნება და იქ უკვე საერთო სტრატეგიაში უკვე შიდა სამზარეულოს რასაც ეძახიან, რა ესე ვთქვათ, ფერმერსა და ჩვენს შორის და ზოგადად ამ სქემაში ფერმერი და კოოპერატივი კოლაბორაციაში იქ უკვე ხდება ისეთი სქემის შედგენა, სადაც პირველ რიგში უნდა მოიგოს ფერმერმა. ფერმერი თუ არ იგებს, ჩვენი პოლიტიკა ესეთი არის. ჩვენი ინტერესიც ხრება, იმიტომ რომ ფერმერი თუ ვერ იგებს, ყველაფერს აზრი კარგავს, ექსპორტიორის ხო ვერავინ ვერ იგებს. იმიტომ რომ სტაბილურობა იკარგება ბაზრის და ფერმერს ეკარგება სრული აწარმოოს. პირველ რიგში ჩვენ ზრუნავთ რომ მოიგოს ფერმერმა, შემდეგ კიდე ჩვენ ზრუნავთ რომ უკვე საერთო პროცესი ყველასთვის იყოს მომგებიანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ თუ ამ ჯაჭვში რასაც ჩვენ ვქმნით, ზოგან უკვე შევქმენით, დააჩნია სფეროს და პროდუქტს, პირველ რიგში ორიენტირი კეთდება, რომ მოიგოს ფერმერმა. თუ ფერმერი ვერ იგებს, ვერც კოოპერატივი, ვერც ექსპორტიორი, მე მაქვს აქ საუბარი არა ერთჯერად თანამშრომლობაზე, როგორც ხშირად ხდება ამ წუთას ქართულ რეალობაში ექსპორტის დროს, არამედ სტაბილურ ყოველწლიურ თანამშრომლობაზე, სადაც შეიძლება დროთა განმავლობაში კოოპერატივში უკვე ბრენდი ჩამოყალიბდეს, შეფუთვაც და ასე შემდეგ და იმ ღირსეულ იერსახემდე მივიდეს პროდუქტი, რაც
ბევრ წამყვან ქვეყანაში არის, ხშირად რომ არა მხოლოდ ქვეყნის პროდუქტი, არამედ კონკრეტული კოოპერატივის ან წარმოებლის პროდუქციას უკვე სახელი აქვს გათქმული და არა მხოლოდ ქვეყნის ხარჯზე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ეტაპზე რომ ზოგადად ქვეყანამ დაიწყოს ისე დამკვიდრება ქართულმა პროდუქტმა სხვადასხვა ბაზრებზე, ამ ჯაჭვში პირველ რიგში ორიენტირი უნდა გაკეთდეს, რომ ფერმერმა მიიღოს მოგება და ეს იყოს რეალური გათვლა. ჩვენ ყველას გვინდა რომ ყველა მაქსიმალურად მოიგოთ, მაგრამ ყოველთვის ეგრე არ ხდება, რომ ექსპორტიორმაც და ფერმერმაც თავის მაქსიმუმი მოიგონ. ხანდახან ეგრეც ხდება, მაგრამ ამაზე ისე ვიტყვი ბიზნესის გათვლა არ ხდება. უნდა იყოს პირველ რიგში გათვლა საშუალო, სტაბილურ, მაღალ მოცულობიან გაყიდვებზე, რომ ფერმერს ფაქტიურად იცოდეს, რომ წინასწარ ის აქვს გაყიდული და უკვე პროცესში ხდება ფასების კორექტირება, იგებს ფერმერი ავტომატურად იდება მაღალი ხარისხი, იგებს ექსპორტიორიც. იქ უკვე პარტნიორულად ხდება, ზოგი ამცირებს, ზოგი ცოტა მეც, ცოტა ნაკლებს თავის მარჟას, მაგრამ სისტემამ და ჯაჭვმა რომ იმუშაოს, იგებს ფერმერი, ავტომატურად იგივე აწარმოებს ფერმერი მაღალი ხარისხის პროდუქტს და ყველა არის კმაყოფილი. აი ეს არის სქემა, რომელიც სოფლის მეურნეობაში მუშაობს. ვინც ფერმერზე არ ფიქრობს, ხანგრძლივ ბიზნესის აწყობა ამ სფეროში შეუძლებელია. განწირული არის ბიზნესი და არც ჩვენი იმედი და არც ჩვენი სურვილი და ინტერესი არ არის, რომ რაღაც ერთჯერად გარიგებებში მონაწილეობდეთ ფერმერებთან, არამედ ჩამოყალიბდეთ ისეთ გუნდად, რომელიც მრავალწლიან პერსპექტივაში ფერმერს მიცემს სტაბილურობის შეგრძნებას, რაც ყველაზე მთავარი არის, სტაბილურობის იმის შეგრძნებას, რომ მას პროდუქტი ექნება გაყიდული და ის იფიქრებს იმაზე, რომ მოიყვანოს უმაღლესი ხარისხი, ჩაჯდეს უმაღლეს სტანდარტში და იბრძოლოს თავისი პროდუქტის ხარისხისთვის და არა სხვა ფიქრები აწუხებდეს მას. აბსოლუტურად ეგრე, გიორგი, და ჩვენი გეგმა ამ სეზონზე ეგეთი არის. რასაც ჩვენ დავიწყეთ გადაცემა ამ ჩვენი პროგრამით, რასაც ახლა ვაწარმოებთ ექსპორტისთვის, ეს 800 ტონა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩვენ აუცილებლად დავამატებთ ახალი პროექტები, რომელიც იქნება გათვლილი შიდა ბაზარზე, იმიტომ რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ პირველ რიგში მოთხოვნა შიდა ბაზარის, მაგრამ ეს პროდუქტი იქნება უმაღლესი ხარისხის, ჩვენ ვეცდებით რომ დავბრუნდოთ ეს პროდუქტი. აქ მიიღებენ მონაწილეობა სხვადასხვა ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან. ჩვენი ჩვენი გენერალური პარტნიორი ესა იქნება კომპანია GB, რომელიც მიიღებს მონაწილეობა ამ პროექტში და ვეცდებით, რომ ეს პროდუქტი, რომელიც ჩვენ ვაწარმოებთ, შიდა ბაზისთვის, მაგრამ ვეცდებით, რომ რაღაცა გარკვეული რაოდენობა გავიდეს ექსპორტზე. ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ. ხო და სადღაც ერთ სამ კვირაში ჩვენ უკვე გადავიტანთ ახლა ის ჩვენი ჩითილები უკვე მატებში, მაგალითად ჩვენ გავაკეთებთ გადაცემა და მომავალ ამ გადაცემაში ჩვენ კიდე უფრო დეტალურად გამიხილავთ რა გიბრიდები ჩვენ გჭირდება შიდა ბაზისთვის, რა მოთხოვნა არის, რა ტენდენციები არის. გამიხილავთ ის ტენდენციები, რასაც არის გარებაძრებზე, რომ თუ გვექნება საშუალება გავიტანოთ, თუ წელს ვერ გავიტანთ, მაშინ ეს პროდუქცია დარჩება საქართველოში და მაქსიმალურად უპასუხებთ ჩვენ მოთხოვნას შიდა ქვეყანაში. თანდათანობით უნდა გაიზარდოს წარმოება, იმიტომ რომ ეს მაქვს საუბარი იმ გეგმაზე, როცა სერიოზული ზრდის პოტენციალი და სერიოზული გეგმა იქნება, რომ დავიმკვიდროთ ადგილები. თანდათანობით რომ გაიზრდება წარმოება, იქ უკვე პროცესში უნდა მოხდეს მაქსიმალური დაკორექტირება იმ პროცესების, რაც უფრო რენტაბელურს გახდის პროცესს. ანუ გარკვეულწილად ხარჯების ოპტიმიზაციაც უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ამის საშუალებას პირველ რიგში იძლევა სწორი მენეჯმენტი, სწორი შეფასება და სწორი ხარჯების დათვლა. რისთვის არის ეს საჭირო, რომ რაც უფრო ჩვენ კონკურენტონარიანი ვიქნებით ფასებზე,
უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი ადგილის დამკვიდრებას ბაზარზე. ანუ დიახ, ეს დიახ, პროცესები მასიურად ამის ხელშეცვლილობას უფრო მოგცემს ჩვენ. და ჩვენ თუ ცოტა ვაწარმოეთ, აი ძალიან ცოტა წარმოებულში უფრო რთული იქნება მოუგო მასიურ მწარმოებლებს, იმიტომ რომ მასიურ მწარმოებლებს ყოველთვის გარდა მოცულობებით რო შეგებრძოლებიან და სტაბილური მიწოდებით, ასევე ფასის რენტაბელურობით ფასში გექნება კონკურენცია. ამიტომ არის რომ თანათავის უნდა გაიზარდოს წარმოება, რომ ჩვენ შეძლოთ ბევრად რენტაბელური ფასების მიცემა. ისე რომ თავისი მომგებიანი მარჟა ფერმერს და ექსპორტიორს რჩებოდეს, რაც შევოდეს. არის გათვლილი. გიორგი, ამიტომ მოდი, ესე იგი, მომავალ გადაცემაში ჩვენ უკვე კონკრეტულ რეკომენდაციას მივცემთ და ესე იგი, ბაზების ტენდენციები გავიაროთ, რა რა გიბრიდები უნდა მოვიყვანოთ აქ ჩვენთან საქართველოში, რომ შიდა ბაზარიც დავაკმაყოფილოთ და გარე ბაზარიც. და უკვე ამ წინადადებებით მივმართოთ ჩვენ ფერმერებს. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ხარჯთა ხარჯების შემცირება მოხდება რაოდენობით. ეს აუცილებლად ეგრე იქნება, მაგრამ აქ თავადი მომენტი მე მინდა გავაკეთო გიბრიდებზე და მე უკვე ტექნოლოგიებზე, ну ეს იქნება მეორე ეტაპი, იმიტომ რომ ეხლა ზეპირად როგორ უნდა უთხრათ, რა უნდა გააკეთოს, ეს არის უკვე რეალურად აგრონომებთან ერთად ჩვენ უნდა გამიხილოთ რეალური სურათი და ყოველი დღე მოგცემს, ну რაღაც ახალი დღე, ესე იგი გვიჩვენებს რა არის რა საჭირო იქნება. თორე რა თქმა უნდა ზოგადად ჩვენ ტექნოლოგიას ან მივჭირთ, რაღაცა მაგრამ ექსპერიმენტის ჩატარება მონიტორინგი ყოველთვის სჭირდება. შეიძლება, კი, რაღაც ექსპერიმენტის ჩატარება ყოველთვის შეიძლება, თქვენ უფრო უკვე კონკრეტული გეგმა გაქვთ, რასაც ახლა იმ თქვენ 800 ტონაზე რომ საუბრობთ საერთო მოცულობაში, მაგრამ თქვენი უპირატესობა იმ გეგმაში იმაში არის, რომ თქვენ თავზე ხარ დამოკიდებული ამ წუთას. ანუ თქვენ არ იფიქრებთ, რომ თქვენ სადმე ფასში ჩაჯდებით თუ არ ჩაჯდებით, თქვენ მოცულობას მოგყიდიან თუ არ მოგყიდიან და ამის ხარჯზე ჩვენ გვეძლება იმის საშუალება, რომ ჩვენ სტაბილურად ვაწარმოოთ ნებისმიერ მსხვილ სუპერმარკეტებთან მოლაპარაკება. იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს თავში თუ ჩვენი მჰმ. წარმოება, ხო? და ჩვენ როცა ვართ იმ არასტაბილურ გარემოში, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ფერმერი მოყიდის თუ არა, ჩვენ არ ვიცით რა ფასში მოყიდის თუ არა. ანუ როცა ჩვენთვისაც არაპროგნოზირებადი არის ყველა ეს ფაქტორი, ჩვენს გვიჭირს რომ ძალიან ღრმა მოლაპარაკებაში შევიდეთ სერიოზულად წამყვან სუპერმარკეტებთან, იმიტომ რომ დაპირდე და არ ჩაიტანო, იფუჭებს შენს პრესტიჟს და რეპუტაციას. ეგ ერთი. გარდა იმისა, რომ ეკონომიურად აზარალებ იმ ხალხს, ვინც შენზე იმედს ამყარებენ და კვოტას გაძლევენ დაუშვათ რაღაც მოცულობის. ეგ ერთი ფაქტორი. ესეც უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა. ამიტომ გარკვეული პროგრამების შედგენა და გარკვეული ესეთი ღრმა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, რაც სცილდება უბრალოდ ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობას და უფრო პარტნიორობაში გადადის, ეს ყველაფერი როცა დაიწყება პარტნიორობა, ვინც იქნება სერიოზულად დაინტერესებული ამ ტიპის სერიოზული ნაბიჯებით, აი მერე უკვე შეიძლება იმათ პროდუქტზეც მოცულობებზე ბრძოლა სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებში ექსპორტზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, რომ თორე ჩვენ თუ არ გვექნა გარანტია, რომ ჩვენ პროდუქტი გვექნება გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ ზემოდან, ხო, დაუშვათ აი 800 ტონის ან კიდე სხვა პროდუქტის. სხვა შემთხვევაში როგორ უნდა დავაპირდეთ ჩვენ სუპერმარკეტს, ლოგიკურად ვიძახი. ჩვენ მოგცემთ კიდე 1000 ტონას ზემოდან. ჩვენ თუ არ ქონდა გარანტია, რომ ფერმერები მოიყვანენ ხარისხს, ფერმერები წამოვლენ კოლაბორაციას და მათ სურთ სერიოზულ ჯაჭვის ნაწილი გახდნენ. აი, ხომ ხვდებით რაზე მაქვს რა ლოგიკას საუბარი. კარგით, ეს ყოფილი გასაგებია, მაშინ ეგეთი მაგ წინადადება. სადაც სამ კვირაში ჩვენ თვის ბოლომს ან მომავალ თვის დასაწყისში ჩვენ ჩავწეთ მოდი გადაცემას, სადაც მე ვეცდები უკვე კონკრეტულად ესე იგი მე ჯერ ეხლა აი ამ დროში გავივლი კონსულტაციებს ჩვენ ფემერებთან და ესე იგი აი სამ კვირაში მოდი ვეცადოთ რომ კონკრეტული წინადადება შევთავაზოთ ფერმერებს, რა უნდა აწარმოონ, რომელი გიბრიდი, რანაირად და უკვე გადავიყვანოთ პრაქტიკულ უკვე ველში. როგორ ფიქრობ?
რომ გვექნება ახლა კიდე სხვა გადაცემები, ასევე შეხვედრები ფერმერებთან, როგორც თქვენ თქვით, კიდე გადაცემები სათბურიდანაც იქნება, რომ ყველა ხედავდეს ზოგადად პროცესის მსვლელობას და პროგრესს. და ასევე ამაზე შეიძლება გაკეთება ორიენტირების, რომ რაც თქვენ თქვით და გავაკეთოთ მსგავსი ციკლიც, რა არის მოთხოვნადი, რაზე კეთდება ახლა აქცენტები მასიურად, რომ დაიწყოს პირველი პრეცედენტები გარდა იმ სათბურის გარე მოცულობებზე მაქვს საუბარი. იქ უკვე პროცესში დავინახავთ ბაზრის რეალობას და იქიდან გამომდინარე გამოჩნდებიან ხალხიც ალბათ სავარაუდოდ, ვისაც აინტერესებს სერიოზულ ნაბიჯებზე გადასვლა და იქ კარგით, პროცესში ყველაფერი გამოჩნდება. კარგით. აი ეგრე მოვილაპარაკოთ, რომ სამ კვირაში იქნება ჩვენი მორიგე გადაცემა ამ პამიდორზე და ჩვენც მოვემზადოთ კონკრეტულ წინადადებისთვის და კონსულტაციაც გავით ფერმერებთან. კარგი, გიორგი, მაშინ ამით დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა და მოვალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ტელემაყურებელს, დიდი მადლობა თქვენ და მომავალ შეხვედრამდე კიდე ჩვენ სანერგიებთან დაკავშირებითაც საინტერესო რეპორტაჟი გვექნება ფესვების სისტემებზე, მოთხოვნებზე, თანამედროვე ჯიშების იერსახეზე როგორ არის წარმოებული და ბევრ სხვა საინტერესოს ვიტყვით კიდე. აჰა. კარგით, კარგით. მადლობა. ნახვამდის. კარგად გრძანდებოდეთ.